დიდი ხანია მსგავსი სიამაყით არც ერთ ქართულ ნამუშევარზე არ გველაპარაკია და არც ასე მოუთმელად ყოფილ ვართ პრემიერის მოლოდინში. 19 სექტემბერს ეკრანებზე გერმანულ, ფრანგულ, ქართული კოპროდუქცია. ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმი გრძელი ნათელი დღეები გამოდის. თამამად გეტყვით, რომ ნამუშევარმა უკვე ნახევარი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველომ ოსკარის საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში სწორედ ეს უკანასკნელი წარადგინა. მოდით უკან წავიდეთ და ყველაფერს დასაწყისიდან მივყვეთ. სიმონ გროსი წარმოშობით ბერლინიდანაა. ნანა ექვთიმიშვილი კი იქ სწავლობდა. ნანა თბილისში დაიბადა და 90-იან წლებში გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ მაშინ გაჩნდა სცენარის იდეაც. იდეა ადრე გაჩნდა, რადგან ამ იდეას ჩემს ცხოვრებასთან აქვს კავშირი. ეს არის რაღაც რეალობას მოწყვეტილი ფილმი პირიქით. და 2008 წელს უკვე მქონდა ამ ფილმის სცენარი, მე მაშინ გერმანიაში ვსწავლობდი კინოაკადემიაში. სიმონს მანამდე შევხვდი, ფაქტობრივად გავიცანით თუ არა ერთმანეთი, დავიწყეთ ერთად მუშაობა და ნუ დღემდე ასნაირად ესეა, რომ ერთად მუშაობთ და არ ვიცი იცით თუ არა, წყვილი ვართ. I mean when I read the script about the two girls. როდესაც სცენარი პირველად წავიკითხე, ორი გოგონას ისტორია მთლიანად შემზრა. სცენართან მჭიდრო ემოციური კავშირი ვიგრძენი. ასეთი იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილება. This is what was my first impression. ცირეხნიანი არსებობის ისტორიაში 2-14 წლის გოგონას ისტორია პრიზი 20-მდე ფესტივალზე გახდა. ფილმის პრემიერა წლევანდელ ბერლინალეზე გაიმართა. ჰონკონგი, ვისბადენი, სლოვაკეთის ფესტივალი, პარიზის, რუსეთის და გერმანიის 5 ტბის ფესტივალი. ეს იმ ჯილდოების მცირე ჩამონათვალია, რაც წილად 2 რეჟისორის ფილმს ხვდა. ბოლოს ნამუშევარი რიგით მე-19 სარაევოს კინოფესტივალიდან 3 უმნიშვნელოვანესი ჯილდოთი დაბრუნდა. გრან-პრი ჯილდო საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო მსახიობების საერთოდ რომ მივდივართ ყველგან, რაცა ყოველთვის ვემზადებით, არ იცი არასდროს რა მოხდება და ჯობია რომ არ გქონდეს არანაირი მოლოდინი. შეიძლება რაღაც მარისელიკას ვეუბნებოდით, რომ დავუშვათ თუ რაღაც მოხდა და გაიმარჯვეთ, იყავით რაღაც 1-2 სიტყვა მომზადებული, შეიძლება რაღაც ეს მადლობა, რაღაც პატარა ტექსტი გქონდეთ რაღაც. მithumetes სარაევოში ნამდვილად არ მოველოდით ამდენ პრიზს და რაღაც დაბნეულებიც ვიყავით, გახარებულებიც ვიყავით და განსაკუთრებით მარის და ლიკა რომ გადასცეს პრიზები და რომ ავიდნენ სცენაზე, რაღაც ჩვენთვის იყო რაღაც ყველაზე ესეთი ემოციური მომენტი, როცა მარტო შენ არ ხედავ იმას, რომ ეს ორი ადამიანი როგორი მუშავეს და რა გააკეთეს ამ ფილმში, რა შეძლეს. როგორც გითხარით, ფილმი 2-14 წლის გოგონას ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც 90-იანი წლების თბილისში ცხოვრობენ. ნამუშევარში მთავარ როლებს მარიამ ბოკერია და ლიკა ბაბლუანი ასრულებენ. თამამად გეტყვით, რომ ორი დამწყები მსახიობი ნამდვილი აღმოჩენაა. აბსოლუტურად შემიძლია თქვა, რომ ნამდვილად ისინი ვიპოვეთ, ვინც გვინდოდა, რაც ჭირდებოდა ამ ფილმს, იმიტომ რომ ეს ფილმი არის ეს ორი მსახიობი, ეს ორი გმირი. ნამდვილად განასხეულეს ის, რაც ამ ორ გმირში იყო და ყველაზე კარგი რაც არის, რომ თუ იპოვის სწორ იმ მსახიობს, რაც ჭირდება ფილმს, იმაზე მეტიც კი მოაქვს, რაც შეიძლება და წარმოგედგინა და ეს არის ყველაზე სასიამოვნო პროცესი, როცა აღმოაჩენ, როცა ის მსახიობი იწყებს როგორც გმირი ეს არსებობას. მარიამ ბოკერია მაყურებელს მუსიკალური განხრით უფრო ახსოვს. ბავშვობაში გადაღებული ვიდეო რგოლის შემდეგ ეს უკანასკნელი რამოდენიმე მუსიკალურ პროექტში, მათ შორის ევროვიზიაზეც გამოჩნდა. ლიკა ბაბლუანისთვის გრძელი ნათელი დღეები ეკრანთან პირველი შეხება. მე და რეჟისორებმა ერთმანეთი შემთხვევით ქუჩაში დავინახეთ, რის შემდეგაც მოვილაპარაკეთ, საჩო ხდებოდით, შემდეგ ჩაიწერეს ჩემი ნომერი და ასე შემდეგ. ჩემ შემთხვევაში
სკოლებში ტარდებოდა კასტინგები, დადიოდნენ. შემთხვევით შემოვიდნენ კლასში, ამერჩეს, ფოტო გადამიღეს, ჩაიწერეს ჩემი ნომრები რაღაც და შემდეგ დამირეკეს და მოყოლეს კასტინგზე მისვლა. რიგით მე-19 სარაევოს კინოფესტივალიდან მარიამი და ლიკა საუკეთესო მსახიობების ჯილდოთი დაბრუნდნენ. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში იმართებოდა და მის საპატიო სტუმრებს შორის ისეთი მსახიობები შედიოდნენ, როგორებიც ჰოლივუდელი ვარსკვლავი დენი გლოვერი და არმანდ ასანტე არიან. წარდგენილ კანდიდატებს შორის მთავარი ჯილდო წილად ქართულ გოგონებს ხვდათ. მოულოდნელი იყო, რადგან იყო ძალიან დიდი კონკურენცია. ასევე დიდი მსახიობი, გამოჩენილი მსახიობები იყვნენ და ნამდვილად არ ველოდით, რომ ჩვენ ესე ორი პატარა გოგო, რომელიმე პრის მაინც დავიმსახურებდით, მაგრამ მოხდა ეს და არაერთხელ და იმდენი ემოციებით დავიტვირთეთ და ისეთი გახარებულები ჩამოვედით, რომ რა ვიცი, მაგრამ ჩვენთვის ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ეს არის, რაც დღეს ხდება, რამდენიმე დღეში ჩვენ პრემიერა გვაქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ეს არის. ძალიან ნერვიულობდით, ბევრი კონკურენტი ყავდა, თან ძალიან გამოჩენილი ცნობილი მსახიობი და რა ვიცი, სცენაზე რო ავიდეთ, იმდენად დავიბენით, რომ მადლობას ვეღარ გადავხედეთ წესიერად და რა ვიცი, სცენაზე რო დგავართ, ოკეი, ახლა რეჟისორებს უფრო ისეთი შეუძლიათ, რომ რაღაც შეილაპარაკო, მაგრამ მე ის იმდენად ვიქნები ხოლმე, რომ რაღაც სიტყვას ვერ ვარჩევ და რაღაც ძალიან დაბნეული ვიყავი. ცოტა ხნის წინ ჯილდოთი ხელდამშვენებული ბელგიის ფესტივალიდან ფილმის კოსტიუმების მხატვარი მედია ბაქრაძე დაბრუნდა. ნამუშევარში 90-იანი წლების თბილისის ფერები, კოსტიუმები და ლოკაციები იდეალურადაა შერწყმული ფილმის სიუჟეტთან. გამოაცხადეს, რომ აი დაიწყეს ისა მადონა ჭანტურია, ჩვენი გრემიორი კოდა ჯაფარიძე, ოლეგ ბუტუ, ეს ფილმის ის ახლა ზუსტად არ მესმოდა რას ლაპარაკობს, მაგრამ მივხვდი რომ ჩვენ ახასიათებს ჩვენ ფილმს და ვერაფრით ვერ გადავწყვიტე რომ ეს ახლა ჩვენ ფილმს ერგო და მე უნდა ჩავიდე. მივიჯექეთ 3 წუთი აბსოლუტურად გათიშული და სანამ არ თქვეს რომ მედია ბაქრაძეს ვთხოვთ ჩამოვიდა სცენაზე. როგორ გავიარისოთ საფეხური, ძალიან მაღლა ვიყავით, რატო წინ არ დაგსვეს მეთქი იმას ვამბობდი. მივიღე მე და ყველა დანარჩენმა ჯგუფის წევრმა, მე ასე მიმაჩნია და პირველ რიგში ნანას და სიმონის დამსახურება და მაგათი პრიზია, ისე ესეთი აი ამ პრიზში. აწერია best film ის არის და ეს არის სიმბოლო ბელგიური ფესტივალის სიმბოლო შოკოლადია, უნდა შეიჭამოს, მაგრამ როგორ არის, ნანამ გადაწყვეტოს. ნახევარი მსოფლიოს მოვლის შემდეგ როგორც იქნა თბილისური პრემიერის დროც დადგა. ქართველი მაყურებელი ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ნამუშევარს 19 სექტემბერს კინოთეატრებში ამირანი და რუსთაველი იხილავს. We had in the last 6 months a huge success. ბოლო 6 თვის განმავლობაში ფილმს სხვადასხვა ფესტივალებზე დიდი წარმატება ხვდა წილად. 20 ჯილდოზე მეტი მოვიპოვეთ და ამჯერად ქართული პრემიერის დროს დადგა. ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი გერმანულ, ფრანგულ, ქართული კოპროდუქციაა, ფილმი თავიდან ბოლომდე ქართულია. მთლიანად ქართული ისტორიით, ქართველი მსახიობებით და ქართული გუნდით. Actors, Georgian team. ჩვენმა ფილმმა არსებობა დაიწყო ბერლინალეს მერე, ბერლინალეზე იყო პრემიერა და რაღაც როგორც იქნა დადგა ის დღე, როცა ქართული მაყურებელი ამ ფილმს ნახავს 19 სექტემბერს გვაქვს პრემიერა. მინდა უცბად ვახსენო, რომ ჩვენი პრემიერის წარმომადგენელია კომპანია Silknet. 19 სექტემბრიდანვე ფილმი ჩაეშვება კინოთეატრებში და რუსთაველში და ამირანში მაყურებელს საშუალება მიეცემა ნახოს ეს ფილმი. ამ ფილმმა მომცა ხალხის სიყვარული, ჯერჯერობით საზღვრებს მიღმა და ამ დღეებში იმედია ქარის სიყვარულსაც დავიმსახურებ. მეც იგივე. წარდგება თუ არა ქართული ფილმი რიგით 95 ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე ცნობილი მომავალი წლის იანვარში გახდება. მანამდე კი წინ ქართული პრემიერა. 19 რიცხვში ბოლო დროინდელი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ნამუშევრის მთელი შემოქმედებითი ჯგუფი მნიშვნელოვან თარიღს რესტორან შობაში აღნიშნავს. მანამდე კი გეტყვით, რომ საპრემიერო დღეს თბილისში სასობების და რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობის ნუშეგეშინდებათ. დიდ ეკრანებზე გრძელი ნათელი დღეები გამოდის.